მადლობა მოწვევისთვის და თავშევიტყვი, რომ ჩვენი მოქალაქეები 8 ადამიანი არ არიან უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი. ესენი არიან იმ გმირული პროფესიის განხორციელების შედეგად გარდაცვლები, რომლებიც გააზრებულად ირჩევენ ამ პროფესიას, რომ სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. დაწყებული მაშველებით, გაგრძელებული ექიმებით და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ქეთს ვიხრი თითოეული მათი მეგობრის წინაშე და მათი ოჯახის წევრების წინაშე. მე ბევრი მაქვს სათქველი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მინიმალიზდეს მსგავსი უბედური შემთხვევები, მაგრამ ვინაიდან დღეს არის გლოვის დღე და ყველანი ვგლოვობთ, ან მინდა რომ ჩემი საუბარი ამ საკითხის გარშემო ნიშნის მოგებას დაემსგავსო ჩემი როგორც პოლიტიკოსის ახლა პირდაპირ ეთერში. ტრაგიკული შემთხვევა ხდება ყველგან, სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს და აუცილებლად მოხდება მომავალშიც, მაგრამ ხელისუფლების თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალდებულება, რომ მინიმალიზდეს მსგავსი შემთხვევები. თუმცა ერთი რამ კი მინდა ნამდვილად ვახსენო, მილიარდერი ადამიანის პირობებში ქვეყანაში არ ყავდეს ერთი ცალი მაშველი ვერტფრენი, ეს კი არის ნამდვილად ტრაგედია და მე ვისურვებდი, რომ მომდევნო გადაცემებში ამ საკითხის გარშემო ვრცლად გვესაუბრა, მაგრამ ახლა არა ამაზე მეტი ვიდრე თქვი. ნამდვილად ხო. ესმის. ნიკა, მოდით დავიწყოთ თემით, რომელიც ძალიან აქტუალურია და რომელსაც ძალიან ცხოველი ინტერესი აქვს. აი, რომ განახათ ჩემი Facebook Messenger-ი, მას შემდეგ რაც გაიგო ადამიანებმა, რომ თქვენ იქნებოდით დღეს ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი, აი აფეთქდა ფაქტობრივად ყველა მწერს ადამიანები, რომლებიც არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ეს კითხე მელიას, ის კითხე მელიას, სადღაც ძალიან ბევრი შეკითხვა. მოდით დავიწყოთ აი წერილით, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ, აი რას ემსახურებოდა ამ წერილის? კი, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ინტერესისთვის და ეს მახარებს სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებით იმ ეტაპზე, იმ პროცესში, რომელშიც ვარ. მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ხვდებით, ვესაუბრებით, მსჯელობთ, ხედვებს ვცვლით, ვგეგმავთ მომავალ ჩვენს საქმიანობას პარტიულ ფორმატში, პარტიულ ამოცანებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკურ ამოცანებზე ვსაუბრობთ და ეს ყველაფერი არ ხდება კამერულად, ხო? ეს ყველაფერი ხდება ათასობით ადამიანთან სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა პლატფორმაზე. და ეს მთელი ზაფხული ამაში ვინდა გამოვიყენოთ. და ჩნდება იქაც რა თქმა უნდა კითხვები, მაგრამ შემიძლია გითხრათ ასევე გუწფელად და ათასობით ესეთი ადამიანი ახლა დამეთანხმება, რომელთა ნაწილი თქვენ გადაცემას უყურებს, კითხვის ნიშანი არ რჩება. სწორედ ამიტომ ხვდები მე ჩემს თანამებრძოლებს, აქტიურ ოჯახის წევრებს, არ მიყვარს სიტყვა აქტივისტი, რომ მათ დანამდვილებით იცოდნენ ჩემი ხედვის შესახებ, პარტიული სხვა ლიდერების ჩამოყალიბებული ხედვის შესახებ და ასე ხელიხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ წინ გამარჯვებისკენ და წინ ევროპისკენ. ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა პლატფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენო ამ დისკუსიისთვის და სოციალური ქსელი პირველად ამ ტიპის დებატებისთვის და დისკუსიისთვის გამოვიყენე და მიმართე ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერთა ერთ ჯგუფს. იმ შინაარსით, რა შინაარსითაც მიმართე და ვფიქრობ, იქნება რა თქმა უნდა დებატები, იქნება მწვავე კამათი, იქნება უკმაყოფილება, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება კმაყოფილებით, იმიტომ რომ შედეგზე არის ეს პროცესი ორიენტირებული. აი ერთ ჯგუფს როდესაც ახსენებ, ნიკა, ვინ არის ეს ერთი ჯგუფი? კი, ძალიან კარგი კითხვარი. ეს ამაზეც ვსაუბრობ. მიხეილ სააკაშვილს და თქვენ რა? აი არა, ეს საშუალო ნახეთ. რა სახელი? ამაზეც ვსაუბრობთ და ამის საჭიროება წარმოიშვა უკანასკნელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ტრადიციულ ნაციონალურ მოძრაობის აქტიურ წევრებთან და მეწუნეთ აი ამ ყველაფერზე, რადგან ახლა ვსაუბრობ, პირადად როდესაც პერსონალურად ვესაუბრებ, კითხვის ნიშნები იქ არ რჩება და მახარებს ეს ყველაფერი. ნაციონალურ მოძრაობას ჩამოუყალიბდა განსხვავებული ერთმანეთისგან მხარდაჭერთა ჯგუფები, რაც არათუ ჩვენი სისუსტე არ არის, პირიქით სიძლიერე არის და ბუნებრივია, იმიტომ რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხა 100,000-ობით ახალი ამორჩეველი ყავს საზოგადოებას და რა თქმა უნდა 2003 წელს როგორი ხარდაჭერებიც ყავდა ნაციონალურ მოძრაობას და რა ტიპის და ძირითადად ეს იყო ერთგვაროვანი და ამ ადამიანებზე გადავიდა ისტორიული ბრძოლები
2012 წლიდან მოყოლებულიც, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღიდან თუ გადავიხედავთ, კიდევ უფრო განსხვავებული ყავდა, მაგრამ დღეს თვისობრივად განსხვავებულია. ანუ ნაციონალურ მოძრაობა თავისი არსით არის უკვე კოალიციური პარტია. მრავალფეროვნება. თვისობრივად მრავალფეროვანია, გიორგი, აი, დარწმუნებით შემიძლია გითხრა. მე ხო არ ვსაუბრობ როგორც თეორეტიკოსი, ვსაუბრობ ადამიანი, რომელიც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მათ შორის ველზე ვმუშაობ, ხო? დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ის დღეს, რაზეც ვსაუბრობ, შეიძლება მოწონდეს ერთ ჯგუფს ნაციონალურ მოძრაობისა, ან თქვენ რაზეც ისაუბრებთ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, მაგრამ აღარ მოეწონოს მეორე ჯგუფს, ან ორს მოეწონოს და დანარჩენს ორს არ მოეწონოს. და ეს არის ჩვენი სიძლიერე და ჩემი ამოცანა არის. სწორედ რატომ დავიწყე მე კამპანიური შეხვედრები პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობის აქტიურ წევრებთან, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ამ პარტიის საყრდენი ბურჯები. რომ დარწმუნებულიყავი, რომ ყველა ვაცნობიერებთ ახალ რეალობას ჩვენს გარშემო, რომელიც შეცვლილია ჩვენ სასარგებლოდ. და ეს ძალა ერთობაშია, როდესაც ვსაუბრობ, ძალა ერთობაშია, დიახ, და არა ერთნაირობაში. და არიან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ნებსით უნებლიეთ ამ რეალობას ვერ ხედავდნენ, ან ჯერ კიდევ ვერ ხედავენ. და მინდა რომ ყველანი ამ მოცემულობას კარგი გაგებით გეუბნებით, თვალს უსწორებდეთ. და არ უნდა იყოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციები დისონანსში მოსული. რა არის ჩემი ამოცანა როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის, ხო? რა თქმა უნდა, ამ ჯგუფებს შორის კავშირის ჩამოყალიბება. მაგრამ თუ კი ჯერ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც უცხოა ეს რეალობა, ამასთან დაკავშირებით ხო უნდა ვისაუბროთ. და ეს არ არის მხოლოდ ერთი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ. არ არსებობს პარტია ნაციონალურ მოძრაობის წევრი, რომელიც ცენტრალურ ოფისში ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ლიდერთან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობთ, კითხვით მათ მოემართოთ და პასუხი ვერ მიიღოთ. გამორიცხვა ნაციონალურ მოძრაობა არის დიდი, მთავარი მეინსტრიმული პარტია, რომელშიც ყოველთვის იყო განსხვავებული პოზიციები და ამით ვამაყობდით და ვიამაყებთ მრავალი წელი, ამით განსხვავდებით ჩვენ ყოველთვის დავიდავებოთ ქართული ოცნებისგან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო განსხვავებულები გავხდით. ეს არის და ეს სოციალური ქსელი გამოვიყენე ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად. და მეტის სიცხადე რო შემეტანა. არის საკითხები, რა თქმა უნდა, რომელიც აწუხებს ყველა ნაციონალური მოძრაობას განურჩევლად განსხვავებული გემოვნებისა და შეხედულებებისა ჯგუფებში ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლების ხავს ახლა უკვე და რა არის ეს მთავარი? რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრები. მიხეილ სააკაშვილი, ხო? რა თქმა უნდა, დიდ უმრავლესობას ეს აწუხებს, ყველა საზოგადოებრივ ფენას აწუხებს, ობიექტურად მოაზროვნე ყველა მოქალაქეს აწუხებს, ხო? მაგრამ კითხვები თუ კი იბადება ამასთან დაკავშირებით, აქაც პასუხები არის გაცემული და პასუხები მინდა გავცე, ვიდრე ვიყოთ, იცით, მომართული შემდეგი ემოციების აღსაძვრელად საზოგადოების რაღაცა ჯგუფებში, რომ იცით რა, ოღონდ სიმართლე არ ვუთხრა, ოღონდ არ ეწყინოს, მოვატყვილო, მაგრამ საერთო ჯამში შედეგზე ვერ გავიდეთ. აი საუბარია, რომ ნიკამელია აქციებს შლიდა, აწყობდა, ხო, ბევრია, ხო? ნუ ვისაუბროთ ორი სიტყვით, ხო, ამასაც დაკავშირებით, ეხა როდესაც შენ ერთი და იგივეს აკეთებ, დაგიშოთ და აუცილებლად ვისაუბროთ, აი თქვენი წერილიდან ამონარიდი, ხა თქვენ რომ საუბრობდით ნებსით თუ უნებლიეთ თუ თქვით სიტყვა, ხომ? ეს არის არსებობს მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოსვლას. აი ეს ჯგუფი, რა თქმა უნდა, ეხა მცირეა, აი რომელიც მცირეა, მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც ნამდვილად არის ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეწუხებული, ჩვენი ამოცანა, ჩემი პირველ რიგში და ჩემი მეგობრების ამოცანა, რომ ამ ადამიანებთან შედგეს კონტაქტი. იმიტომ რომ ჩვენ მემზადებით ისტორიული განსაზღვრელი შედეგობრივი თვალსაზრისით ბრძოლისთვის. და აქ თითოეული ახალი ჯარისკაცი არის მნიშვნელოვანი. თითოეული მოტივირებული ჩვენი თანამოაზრეა მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა მხოლოდ ის არ არის, გიორგი, რომ ახალი ხარდაჭერები და ამორჩევლები მოვიზიდო და ვფიქრობ, რომ ამას ვაკეთებთ და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაციონალური მოძრაობის პასიური ამორჩეველი გავააქტიუროთ. ის პასიური ამორჩეველი, რომელიც არ არის აქტიური სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში. ის
დიდი რაოდენობა ჩვენი ამორჩევლისა, რომელიც მხოლოდ არჩევნებზე დადის. ჩემი ამოცანაა, რომ პასიური რეჟიმიდან აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ჯანსაღი პროცესი, სადაც გუწრფელობას ყველა ხედავს და არ მინდა რომ ვინმე შევიყვანო ილუზიაში და ვინმე თუ არის ილუზიაში, ან ვართ ილუზიაში, ილუზიიდან უნდა გამოვიდეთ და საკუთარ თავებთან არ უნდა ვიყოთ პირველ რიგში სიყალბეში. იმიტომ რომ ჩვენ, გიორგი, აკრძალული გვაქვს მარცხი. ჩვენ აკრძალული და ვინ აგვიგზავნა ეს მარცხი? რამ აგვიგზავნა მარცხი? ისტორიამ აგვიგზავნა მარცხი. გარდაუვალი არის გამარჯვება, ეს მე ვიცი. ის ვიცი რა ჭირდება გამარჯვების მოპოვებისთვის, სწორედ ამიტომ არატრადიციული გზებით დავიწყე მუშაობა, რომელსაც მეთოდური მუშაობა ქვია და სისტემური მუშაობა ქვია. გარდაუვალია, ვინაიდან ზამბარა არის შეკუმშული და აუცილებლად გაიშლება. მოზიდული არის შვილდი და აუცილებლად გავარდება, ის არის. ფიზიკის კანონია, ამას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. და რა ვაკეთეთ და რამ გამოიღო შედეგი წლების განმავლობაში და რა ვაკეთეთ და რამ არ გამოიღო შედეგი. დიახაც, როგორც პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, როგორც პოლიტიკური პარტიის სხვა ლიდერები ვალდებულნი ვართ, რომ შევცვალოთ მიდგომები. აი ხა, როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ ელია მაგალითად მესმის, პატივცემს, სადაც ობიექტურია ეს კრიტიკა, აი როდესაც ვჯეროთ, თან ხვდებით და ხელს ვართვებ და ჩემი ამოცანა ეს არის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიულ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში შევდივართ. სადაც მე როგორც პოლიტიკური ლიდერი, ჩვენს გარშემო გვჭირდება ხედვით, რწმენით, ოპტიმიზმით, მოტივირებული ადამიანები გვჭირდება და არა კითხვის ნიშნები არსებობდეს. ხო? დავინახეთ, ამას ღია ვსაუბრობ, არ მისაუბრია. როგორ 8 ნოემბერს მე არ ვიყავი თავისუფლების მოედანზე რომ ვიდექი და 5 გამოსვლელი იყო სიტყვით და დრო რომ არ გაგვეყვანა მარტო თხოვე მეგობრებს და მარტო მე ვიმართე საზოგადოებას დაახლოებით 40,000 ჩვენი თანამოქალაქე იყო გამოსული 8 ნოემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ახალი დაკავებული იყო მიხეილ სააკაშვილი და კანცელარიასთან გადასვლა ვთხოვეთ. გახსოვთ ალბათ ეს დღე, ხო გიორგი? კი ბატონო. და 5ჯერ უმორჩილესად ვთხოვე, რომ კანცელარიასთან გადავინაცვლოთ, სულ რაღაც 5 წუთის სავალია და ირაკლი ღარიბაშვილი თუ არის კანცელარიის შენობაში, ჩვენ იქიდან ის არ უნდა გამოუშვათ და გარკვეულწილად რისკზე წავედი და რატო წავედი რისკზე მე თქვენ ახლა გეტყვით ამასაც და თუ არ არის შიგნით არ უნდა შეუშვათ შიგნით. მაგრამ სამწუხაროდ მივიღებ ძიმე გამოცდილება, მაგრამ გამოცდილებიდან ვიწყებ ახლა ამ პროცესს, რომელიც დავიწყე. რომ დილით დავჭით 600-ნი და არა 20,000-ნი და 30,000-ნი. კი, ახალი დაკავებული იყო მიხეილ სააკაშვილი და მის დასახსნელად გვინდოდა ჩვენ პროცესების წარმართვა. მაგრამ რეალობა ნახეთ ის რაც ვნახეთ. ხო? ეს ყველას ახსოვს, მაგრამ ეხლა დღემდე არიან ადამიანები, რომელთა ნაწილის გუწფელობაში ეჭვი არ მეპარება და პირიქით ვამაყობ ასეთ ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოვიყავ და არა უბრალოდ თანამებრძოლეები ვართ. მაგრამ არ ვთქვათ სიმართლე, მერე იყო მეორე შემთხვევა, უკვე მახსოვს ელენე ხოშტარია იყო აქციის სადავებთან, როდესაც თქვა და სულ რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა დილამდე. მერე იყო აგერ ახალი სულ შემთხვევა, ხო? ანუ რა დასკვნა გამოვიდა დილამდე დარჩენა, არა, კითხვა უნდა დაიხუროს, რომ რატო ვიკრიბებით და ვიშლებით. იმიტომ რომ არ არის გამართლებული და პრაქტიკამ ცხადყო ეს ყველაფერი, რომ დილამდე დატოვოს საზოგადოება. სხვა ტიპის საპროტესტო ფორმები უნდა გამოვიყენოთ. არიან ადამიანები მე თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ იცით რა, სანამ თქვენ იქ იკრიბებით და იშლებით, მე არ ვივლი. არა და მთელი ძალა და წარმატების ერთ-ერთი მთავარი რეცეპტი არის, რომ მრავალრიცხოვანმა საქართველოს მოქალაქემ ხშირად გამოთქვას პროტესტი. ხშირად. დაჭირდება კვირაში 3-ჯერ, კვირაში 7-ჯერ. და რისკზე რატო წავედით? იმიტომ რომ ნოემბრის თვეში სამწუხაროდ ერთი რომ საერთაშორისო კონტექსტი იყო სრულიად სხვა, ჩვენ და სამწუხაროდ საერთაშორისო ბევრი ჩვენი პარტნიორი მაშინ ასე ცხადად ვერ ხედავდა იმ სურათს, რომელსაც ახლა ხედავს. და საერთაშორისო მხარდაჭერა მაშინ ოპოზიციას ჰქონდა მინიმალური განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხებოდა ქუჩის დემონსტრაციებს. და თქვენ გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა შიმშილობის შედეგად, როდესაც ვითხოვდით ჩვენ გორის ჰოსპიტალში მის გადაყვანას და საყოველთაო შიმშილობის აქციას ვიწყებდით რუსთაველის გამზირზე და მაშინ გადაიყვანეთ და ერთი პირველი
განცხადება გავრცელდა საერთაშორისო მხარდაჭერის სახით ჩვენი პარტნიორი ერთი სახელმწიფო საელჩოს მხრიდან. მანამდე სამწუხაროდ ამ მიმართულებით ძალიან გვიჭირდა და ძალიან ბევრი იმუშავა პარტიამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებამ, მაგრამ როგორ დაუკარგო პარტიულ ლიდერებს, რომლებიც მართლაც მუშაობდნენ მუხჩაუხრელად. თავდაბლობის გარეშე ხალ არ მინდა ისეთ საკითხებზე ვისაუბრო, რაც ისევ ჩვენ და ისევ თუნდაც მიხეილ სააკაშვილს დააზიანებს. იმიტომ რომ პროპაგანდა მერე ისე შემოუბრუნებს ამ ყველაფერს დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებს, როგორც ატრიალებს ქართული ოცნების, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციაში ხსენება თავიდან ბოლომდე ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე პარტია IPP-ის გამო მოხდა. სხვანაირად ეს ვერ მოხდებოდა. და მე სიმართლეს გეტყვით. ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. პრაქტიკულად უმცირესი შანსი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტპატიმარი ყოფილიყო ხსენებული იმ რეზოლუციაში, რომელშიც მე ჩვენ ვიხილეთ. თავისით არ მოხდა რა ეს გიორგი. და ბევრი პირადად სხვა ჩემმა მეგობრებმა, დეპუტატებმა, პარტიის ლიდერებმა, ირაკლი ქავთარაძე, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობს IPP-ისთან, კარდა ოთახ ვიარით. და ნამდვილად 80% იყო მოკლედ შანსი, რომ ეს ყველაფერი არასახულიყო რეზოლუციაში. იმიტომ რომ მუშაობდა პარალელურად ქართული ოცნება. თავისი რესურსებით და ასე შემდეგ. და ბევრი კიდევ სხვა. მაგრამ ახლა გაწეულია მუშაობა. მაგრამ არ მინდა ვისაუბრო და ვისაც აინტერესებს პოლიტიკური პარტიის ოფისში მოვადა მიიღებს ამასთან დაკავშირებით პასუხებს. უბრალოდ ახლა მე მგონია რომ ჩვენ სიმართლე უნდა უთხრათ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილს როგორც პოლიტიკურ ტყვეს და პატიმარს. ჩემი ხედვა არის, ჩემი ხედვას გაცნო. ჩემი ხედვა არის. რაზე ვთანხმდებით? შეიძლება სხვადასხვა საკითხად დაკავშირებით ვერ შევთანხმდეთ, გიორგი. მაგრამ რაზე ვთანხმდებით? ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი მისწრაფება ისტორიული არის ევროპული და ამ ევროპულ მომავალს ეღობება ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით, ხო? ამაზე ვთანხმდებით და ამ ყველაფრის გარშემო ხდება ახლა გაერთიანება და წვრილმა დეტალებთან დაკავშირებით შეიძლება სხვა დროს და სხვა ეტაპებზე ვიკამათოთ. მაგრამ მე პირადად როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, სხვა გზა, სხვა მექანიზმს პოლიტიკური ტყვე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნის ვერ ხედავ გარდა ამ ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილებისა. ვერ ხედავთ და ხომ არ მოგატყვილებთ, ვერ ხედავთ. ახლა როდესაც მთელმა თავისუფალმა სამყარომ კუთხეში მოიმწყდია ოლიგარქიული რეჟიმი. საზოგადოებრივი შიდა აქტიურობის შედეგადაც და ბევრი გვაქვს კიდე გასაკეთებელი. ჩვენ რა ვქნათ? არ მოვემზადოთ მომავალი თვეებისთვის და პერიოდისთვის და მხოლოდ იმაზე ვიყოთ დამოკიდებული, ანუ ციურ მანანაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანს თუ არ გადაიყვანს, ჩემს პოზიციას გეტყვით. ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ გააკეთოს. და ამიტომ ჩემი როგორც პოლიტიკური ლიდერის და ლიდერების კიდევ სხვა მეგობრების ამოცანა ყველაფერთან ერთად ვიყოთ ამ პროცესში მენეჯერები და რაც გულისხმობ, რომ ორგანიზაციული მოწყობა იყოს წესრიგში, რომ რიგებში ჩავაყენოთ 10,000-ობით ადამიანი. სწორ დროს, სწორ მომენტში, რომ მართა ზუსტავსწრებით ძლიერი იყოს პროტესტი. ჩემსგან და ჩემი მეგობრებისგან ათეულობით 1000 გულხურვალებ ქართულ პატრიოტს საქართველოს სიყვარულის სწავლება არ ჭირდება. მაგრამ ის კი ჭირდება და ის კი ვჭირდება, რომ გაავანალიზოთ და გავაცნობიეროთ, რომ აპრობირებული მეთოდები ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ამართებს და არ გაამართლა, მით უმეტეს ადამიანის პირისპირ დგავართ, რომლის ხელშიც ქვეყნის ეკონომიკის 40%-ია, ყოველი 2.5 ლარი, რაც ქვეყანაში არსებობს, მისია, წარმოვიდგინეთ. და თუ კი სადმე როგორც თევზი წყალში გძნობ და აქაც თავდაბლობის გარეშე ვიტყვი და არ ამგონია, რომ ის გამოცდილება, არ ამგონია, რომ ის პოლიტიკური გარბენა ქუჩის მშვიდობიანი და მათ შორის არც თუ ის ბოლომდე მშვიდობიანი დემონსტრაციების შედეგად მივიღე, ხო? ვარ მე და არ ამგონია, რომ აქ შეიძლება ბევრი კონკურენტი მყავდეს. მე ხო ვხედავ, სად გვაქვს ჩვენ წარმატების შანსი და სად გვაქვს წარუმატებლობის შანსი. მე არა მაქვს შეცდომის დაშვების უფლება. იმიტომ რომ ამ შეცდომის დაშვება შეიძლება მოყვეს ისტორიული შანსის დაკარგვა.
ამიტომ არც მინდა მივიღო და არალელოდ მინდა ავუხსნა ყველა იმ ადამიანს და ამ საკითხთან დაკავშირებით დავასრულოთ ჩემო მეგობრებო საუბარი რომ იცით რა ყოველდღე თუ იქნება აქციები არ ვილვით არა უნდა ვიაროთ ამაზე ვსაუბროთ და 10,000-ობით ადამიანს კიდევ უნდა შევხვდეთ და თქვენი მედიის შესაძლებლობითაც ხვდები რატო ვარჩიე რომ მთელი ივლისი პირადად შევხვდოდი და პრაქტიკულად ეთერებზე უარი ვთქვი იმიტომ რომ სხვა ზალა აქვს სხვა ეშხი აქვს სხვა გულწრფელობა იგრძნობა როდესაც პირადად ვესაუბრებით კი როდესაც არა ნახეთ რატო ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში როდესაც იცით აი სხეული დეფორმირდება როდესაც სხეული დეფორმირდება ხო იქ აღიძვრება დრეკადობის ძალა. აუცილებლად რომელიც ცდილობს ამ დეფორმირებული სხეულის ფარგლებში პირველადი ფორმა აღიდგინოს, ხო? ფიზიკის კანონი ეს გარდაუვალ იგივე ხდება ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მაგალითზეც. ოლიგარქის მიერ დეფორმირებულ საზოგადოებრივ სხეულში გააჩნდა უკვე აღმოცენდა აღიძრა უკვე ეს დრეკადობის ძალა და გაიშლება ეს შეკუმშული ზამბარა. და გავისვით ამ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ყველაფერთან ერთად უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის ლოჯისტიკურად. მაქვს ეს დამატებითი ვალდებულებაც, გიორგი, იმიტომ რომ აქ ბეთთან თამაში აღარ შეიძლება, ბეთთან თამაშობს ამ ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი. და მე მიჩვენია რომ გამინაწყენდეს ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც ჯერ არა აქვს ნათლად დანახული სურათი, თუმცა არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი უარს არ ამბობს მათთან დისკუსიაზე და მე მირჩევნია რომ ამ ბრძოლაში წინ წავიდე იმ ადამიანებთან ვინც ჩემ ხედვას იზიარებს პირდაპირ გეუბნებით ესეთები არიან 10,000-ობით ადამიანი შეუძლებელია ხა შეხვდე 2,000 ადამიანს და განსხვავებულ პოზიციას მე მირჩევნია მოუბრუნებლად გეტყვით მე მირჩევნია რომ წინახაზე ბრძოლის ველზე წინ ვიარო იმ ადამიანთან ვისაც გამარჯვების ჯერა და ეს რწმენა აქვს და ეს არის და ეს კარგით, მოდით ასეთ შეკითხვას დაგისვათ. პრეზიდენტ სააკაშვილთან თუ გაქვთ კომუნიკაცია, ანუ და აი ეს გეგმები, რაზეც ახლა საუბრობთ, მან თუ იცის თქვენი გეგმების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გქონდა ხა ჭიდრო კომუნიკაცია. აი ბოლოს როდის 10 დღის განმავლობაში გქონდა ჭიდრო კომუნიკაცია. ამაზე საუბრის აუცილებლობაც რო დგება. ესეც უკვე, იცით რა არის, შედეგი არის საინფორმაციო ომისა, რომელსაც ახორციელებს რეჟიმი. ჩვენი თავარი გამოწვევა რა არის, ხო? პროპაგანდა, რომელიც ნიაღვარებით მოედინება სხვადასხვა არხებისგან, არ გულისხმობ სატელევიზიო არხებს და მხოლოდ და საინფორმაციო ომი არის გაჩაღებული, ხო? რომ ვაცილები სულ უფრო და უფრო მეტი შემოიტანონ ნიჰილიზმისა და დაპირისპირებისა, მათ შორის საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. ახლა პირდაპირ გეკითხებით ახლა 2022 წლის დღეს არიცხვია, ხო? ივლისით ვედავდე. მე რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიწევს ესეც პასუხისგებლობაა და იმ მცირე ჯგუფსაც მინდა, კი ბატონო, თქვენი ეთერის მეშვეობითაც ვუთხრა. როგორ შეიძლება ხა მე მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლების ყველაზე მეტად არ მინდოდეს პირდაპირ გეუბნებით. იმ პრაგმატულადაც ყველაფერს თავი დავანებოთ, პოლიტიკური ინტერესს თავი დავანებოთ, ადამიანურ ინტერესს თავი დავანებოთ, იმ ურთიერთობას რომელიც გვაქვს. კი ბატონო, მე ამ პარტიაში მოვედი მაშინ როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ეს პარტია ხელისუფლებაში როდესაც იყო, არ იმპონირებდა მე, ხო? და თქვენი საზრით ამ პარტიის თავმჯდომარე და ციდან ჩამოფრინდი და მოხდი ადამიანი იმ შეხედულებებით და იმ რწმენით და იმ ხედვებით როგორიც ვარ, არა, რა თქმა უნდა. ჩვენ იმაზე გვიწევს ახლა საუბარი რომ ერთმანეთი დავარწმუნოთ, ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ხედვა მაგალითად პარტიის განახლებასთან დაკავშირებით ემთხვევა თუ არ ემთხვევა? ხო, ემთხვევა. რა თქმა უნდა, ემთხვევა. შეუძლებელია ყველა საღად მოასწრონა არა თუ მიხეილ სააკაშვილის, ხახნო. სხვა რეალობა, სხვა ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქშიც, ამ ქვეყანაშიც და თუ არა ის უნარები, რომელიც ამ პარტიის ახალ წევრებს აქვს, რომ მოვიზიდოთ ახალი ამორჩევლები და პესიმისტურად განწყობილები, ოპტიმისტურად ვაქციოთ. მაშინ რის იმედად უნდა ვიყოთ, გიორგი, რის იმედად, ანუ თქვენ რა გონიათ, რომ ჩვენ რა გონიათ, რიტორიკულად მოვადეთ, რომ პარტია განახლების პროცესში მუდმივად არ არის? რა თქმა უნდა, 2003-დან 2012-დან 2012-დან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა დისპოზიცია პარტიული ამორჩევლების ჯგუფებს შორის. და ეს არის მისასალმებელი, რომ მინდა ეს პარტია ერთის მხრივ ცუდი გაგებით ორთოდოქსული შლეიფისგან გავათავისუფლო. რას გულისხმობთ ორთოდოქსული? იმიტომ რომ მე როდესაც 2000 აქტიური ოჯახის წევრებთან შეხვედრა მაქვს პარტიულ ცენტრალურ ოფისში.
თბილისის, რომელთა ნაწილი 2001 წლიდან მოდის პარტიასთან ერთად, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ხო, ბუნებრივია ხელისუფლებაში იყო. ბევრი მათგანი, როდესაც გვეუბნება, კი, ქართული ოცნების ამორჩეველთა რაოდენობა თვალშისაცემია, შემცირდა ჩვენთან. უბანში ამას ვგრძნობთ, ხაზს უსვამ, ამ ყველაფერს საუბრობს ძირძველი ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, ეგრეთ აქტივისტი, მაგრამ შიში არსებობს კიდევ ჩვენს მიმართ, რომელსაც გენერირებს ქართული ოცნების პროპაგანდა და ამას უნდა ვუშველოთ და ამ საკითხის მიმართებაშიც უნდა ვიმუშაოთ. მე ვალდებული ვარ თქვენსადაში, როდესაც ზივარ, არ ვესაუბრობ მხოლოდ ერთ ჯგუფს, უკვე ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველს, ამიტომ მიმართო თელ სპექტრს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველთა ჯგუფებისა და პოტენციურ ამორჩევლებსაც ვესაუბრობ. ვიაზრებთ იმას, რის გამოც ჩვენ დამსახურებულად 2012 წლიდან აღარა ვართ ხელისუფლებაში, მაგრამ უმრავლესობა ადამიანმა, ვინც მიცა ხო 2012 წელს ქართულ ოცნებას დღეს ზურგი აქციეს, მაგრამ ახლა ეძებენ ნავსაყუდელს. სად მივიდნენ, ვენდოთ ნაციონალურ მოძრაობას თუ არ ვენდოთ და აინტერესებთ, რას ფიქრობს ამ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მეგობრები და ლიდერები ნაციონალურ მოძრაობის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ორთოდოქსული ჯგუფებისგან გათავისუფლება პარტიის ამას გულისხმობ. არა, რომელიც ცუდი გაგებით ვამბობ, რომელიც აპყოლებს და აშინებს. იმიტომ რომ არიან ეხა ადამიანები და ამაზე ვისაუბრები, შენ არ შეიძლება პოტენციურ ამორჩეველს და გულშემატკივარს უთხრა, რომ 2003-დან 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლო სისტემა იყო დამოუკიდებელი. და არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობენ და აქ ჩვენ მოკავშირეები ვერ ვართ, პრობლემა არის, იმიტომ რომ ვაბრყოლებთ ასობით ადამიანს, გესმით? ეს ის არის, რაზეც კაპიტალიზირდა მერე ბიზინა ივანიშვილი და ამით შემოგვეპარა მართვისადავებთან და ამით მიიტაცა მერე სახელმწიფო. და ხუმრობ თქვენ თბილისში მხოლოდ 50% ქართული ოცნების ამორჩევლების არიან უკვე დაბნეულები, არიციან ქართულ ოცნებასთან, ისინი არ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ მიზეზი მათი განქორწინების პოლიტიკური რა იყო, ევროპული იდეის ღალატი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქართული ოცნების მხრიდან და ისინი ვეღარ დაბრუნდებიან ქართულ ოცნებასთან. ეს ერთი და მეორე, რაც უკვე ვახსენე, მნიშვნელოვანი არა, სასწრაფოა და საშურია რა ნამდვილად, რომ პასიური ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველიც გავააქტიუროთ. და მასაც სჭირდება რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით სიცხადე. თქვენ რა გონიათ, ბევრი ადამიანი ბოლო დღეებში არ იღებს გადაწყვეტილებებს და არ მოდის და მაშინ არ ხაზავს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას ბიულეტენში ან ხო, მაგრამ აქტიურ პარტიულ ღონისძიებებზე არ დადიან, იმიტომ რომ მათ საახლობლოში, მათ სამეგობრობში, მათთან უბანში, მათთან პროფესიულ ჯგუფებშიც არსებობს კითხვები, რომლებსაც შინაგანად ისინი ეთანხმებიან და მინდა მათ ჩვენმა აქტიურმა და პასიურმა ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველმა მოისმინონ, რომ დიახაც ეს არის დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის ხედვა და ამ ხედვას ეთანხმება აბსოლუტური უმრავლესობა და ეთანხმება და არ ეთანხმება ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს ორთაბრძოლა ჩვენსა და ჩვენს გულისხმობ ქართულ ხალხსა და ქართულ ოცნებას შორის კაიმით ვეღარ დასრულდება, გიორგი. ეს ყადაღებული საკითხი თქვენ ეთერში მინდა ამას ვისაუბროთ. პოლარიზაცია, დეპოლარიზაციის საკითხი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს. და პირველ რიგში უნდა დავხუროთ ჩვენ საზოგადოება და ვთქვათ, რომ დიახაც ბიძინა ივანიშვილის პირობებში პოლარიზაცია არათუ იქნება, კიდევ უფრო გაღრმავდება და რატო? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ხარდაჭერებს, რომელთაც მიტაცებული ყავთ და მე დაშანტაჟებული და არ ვიცი რა მეთოდებით აგე თქვენს გადაცემაში ნოდარ მელაძეს იყო ცდილობენ რომ მოიმხრონ ძალადობრივად ხარდაჭერები, ისინი ქვეყანას და ჩვენც მათ შორის ამ ქვეყანასაც მივყავართ რუსულ წიაღში, იმპერიულ წიაღში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. თქვენ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში და ასე აკეთებს უამრავი სხვა ადამიანი, რომ შევიდეთ დასავლურ წიაღში. ანუ ორი ძალიან განსხვავებული ღირებულებითი კონტრასტია ორ ჩვენ ჯგუფ შორის. ხალხსა და ბიძინა ივანიშვილის და პოლარიზაცია როგორ დასრულდება და არც დასრულდება და არც უნდა დასრულდეს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ დასრულდება ჩვენი დამარცხებით. ჩვენ უნდა დავმარცხდეთ, უარი ვთქვათ ევროპულ დასავლურ მომავალზე და იმ წიაღში შესვლაზე და პოლარიზაცია აღარ იარსებებს, გიორგი. ან ეს ადამიანები უნდა დავამარცხოთ და დასრულდება პოლარიზაცია. ამიტომ აქაც ნუ მოვატყულებთ ნურავის
და ნუ ვეთქვით, რომ პოლარიზაცია შეიძლება დასრულდეს. არასოდეს არ დასრულდება, სანამ ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებაში, რა ხდება? იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის სუვერენული, არ არის მისი ხელისუფლება სუვერენული. კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ დავწმუნდეთ 10 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში არ გამოუვლენიათ. აგერ ეხლა დღეს იმიდან აქვია ბელინსკის ქუჩიდან ფეხით გადავიარე ჭონქაძეს ქუჩამდე. 40 წუთი ვიარე ფეხით. 90% ვინმე თუ შეხვდა ქუჩაში. ეს შეხვდა რუსი მოქალაქე. და ეს ყველაფერი აისახება უარყოფითად ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. სერიოზული პრობლემები გვაქვს. როდესაც თავისუფლების მოედანზე უკვე რუსულ სიმღერებს უკრავენ, გაანგებთან და რუსი ბევრი ტურისტი, მაგრამ ბევრი არატურისტი დარწმუნებული ვარ, უსმენენ, აპლოდისმენტებით ამკობენ ამ ყველაფერს შუაგულ რუსთაველის გამზირზე და უკვე 1-2 საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს ამ ყველაფერს ხოლოდ. ეს არის რბილი ძალით უკვე დააპყრობის არა მცდელობა, არამედ პროცესი, რომელშიც ისინი პროგრესირებენ და ვითვალისწინებ ასევე ოლიგარქიული რეჟიმის ხასიათსაც და ზუსტად ვიცი როგორ მუშაობს. და თქვენ რა გონიათ, ეხლა გიორგი ვაშაძე ვეყოლებათ ეხლა ჩართვაზე მის პარტიაში და მისი პარტიის გარშემო რო ხდება თვალთვალი და ის რაც ხდება, ეხლა წარმოვიდგინეთ ჩვენთან რა ხდება. და მე და ბევრი რამ არ ვიცოდე, რაც ვიცი. და ვალდებული ვარ, ჩემ გიორგი, მეგობრებთან ერთად ყველაფერზე კითხვა იყოს ერთ-ერთ მხრივ გაცემული და მეორე მხრივ ვიყოთ ბევრად უფრო მობილიზებული ვიდრე აქამდე. სხვაგვარად დიდი გამარჯვება და წარმატებები ვერ მოიპოვება. შეუძლებელი არის გიორგი. შეუძლებელია დღეს მაგალითად უკრაინელები წინა ხაზზე იყვნენ, ებრძოდნენ რუსებს დამპყრობლებს და ნაწილი უკრაინელებისა ყურში ჩაძახებდნენ და იყვნენ ასეთებიც. და გათავისუფლდა, ზუგს აღარ აქცია, ზუგი შეაქცია ზელენსკის ხელმძღვანელობა. ხო ასეთ ადამიანებს, რომ რა აზრი აქვს რუს რო ესვრი, რუსი ბევრია, მაინც მოგერევა. და იცით რა, როდესაც ადამიანი მე მეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერასოდეს ვერ დავამარცხებთ, სადაც 10 წელია ვერ დავამარცხეთ, 10 წლის განმავლობაში ამ პარტიამ პოლიტიკური სპექტრი რო საერთოდ არსებობს. ვინ თუ არა ამ პარტიის დამსახურება არის, გიორგი? ჩვენ 2014-ში, 2015-ში, 2016-ში შეგვეწყიტა არსებობა, რომელი ახალი პარტია ოპოზიციური შეძლებდა ან გაბედავდა ან საერთოდ აზრად გაივლებდა თავში, რომ ოპოზიციური პარტია ჩამოეყალიბებია, ხო? გადარჩენისთვის ბრძოლობდით ერთის მხრივ ამ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების კვლავ დისტრესიკში თვალსაზრისით და მეორე მხრივ საკუთარი თავის და პარტიის გადასარჩენად ვიბრძოდით პირველი წლები. და ჩვენ ამ ბრძოლით მოვახერხეთ, რომ სხვებსაც გაუხსენით გზები. მაგრამ ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ჩემს კოლეგებს ვეუბნები, რომ ჩვენი ამოცანა არის ახლა ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდება თვითყოფადად გაძლიერდეს, მაქსიმალურად ვიყოთ კონცენტრირებული საკუთარი რიგები გავაძლიეროთ და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. და ყველა როდესაც ამას გავაკეთებთ და საკუთარ შესაკრებს გავზრდით, როდესაც ერთ დღეს შევიკრიბებით ჯამს მეც მივიღეთ და ეს პოლიტიკა გვაქვს ახლა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვებში დავასრულებ აზრს უბრალოდ. დიახაც ეს არ თვალთვაგცობ, ჩემი ხედვა არის ეს და აღარ მინდა ფუჭი დაპირებებით, ფუჭი იმედებით ჩვენ ვასაზრდელოთ ერთმანეთი. ოლიგარქის დამარცხების, როგორც რეჟიმის გარეშე პატიმრებს ვერ ვათავისუფლებთ, იმიტომ რომ მთელი არსი ამ ხელისუფლების და რეჟიმის არის ის, რომ იყოს ისეთი, როგორიც არის, ყავდეს ტყვედ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვანამიე და სხვები და სხვები, მანამ სანამ მოინდომებენ ისინი და სანამ არ მობეზრდებათ. და რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ ჰუმანიტარული მიზნებით მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ გადაყვანა, ხო? მაგრამ აქაც ძალიან ამ წუთის მდგომარეობით სკეპტიკურად ვარ დამოკიდებული, ვიცი რა მისი ბუნება, რომ მე არ მჯერა იმისი, რომ მას შეეცოდება ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილი. არ შეეცოდება და ამიტომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი და ამიტომ მინდა, რომ ჩვენ ვასხივებდეთ ძალას. ჩვენ ვასხივებდეთ ძალას და ერთჩვენიერ დღეს, თავად როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2023 წლის ნოემბერს რევოლუცია მოახდინა, ხო? მე ხა ვიცი დანამდვილებით მისგანაც ხებისგან მეგობრებისგან. თქვენ გეგმავთ კონკრეტული გეგმა არსებობდა იქ? სახელდახელოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებულიო პარლამენტში შესულიყო, იმიტომ რომ ბერუსი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია შევიდოდა და დაესწრებოდა საპარლამენტო სხდომას, ხო?
და ეს რომ დაინახეს, სახელდახელოდ მიიღო მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება და შევიდა, თორე ნამდვილად არაპირებდა და საუბარი იმაზე იყო, რომ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ხო? იყო საუბარი იმაზე, რომ თანხდებოდა, მაგრამ კონკრეტული გეგმა გაწერილი ივლისში ვერ ამოქმედება სექტემბერში და ოქტომბერში. აი ამ საკითხსაც უნდა დაისვას წერტილი, ამაზეც ვსაუბრობთ. და საჭირო გახდა რომ ამ ეთერის მსვლელობისას ამდენ ტექნიკურ, მაგრამ ჩემის აზრით პოლიტიკური ქულების მოსატანი ტექნიკური საკითხებია და ეს პოლიტიკური ქულა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე კი არ აისახება, მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალზე დადებითად აისახება. დიახაც, აღარ იქნება ესე დამწმუნდი ხახტო სამჯერ როდესაც ხალხს ვთხოვ რომ დილამდე დარჩი და იქიდან რჩება 200 კაცი კიდევ ამ ყუბში უნდა გავყოთ თავი და დეპრესიაში ჩავაგდოთ საზოგადოება? არ არის ჯერჯერობით საზოგადოება მზად იმისთვის რომ დილის 8 საათიდან დილის 8 საათამდე დარჩეს და იბრძოლოს, ხო? ამიტომ სხვა სცენარები იქნება, როგორც საერთაშორისო მიმართულებით აქტიურობა და შედეგი მე მგონი ეხლა უკვე რა თქმა უნდა ლომისვლელი მიუძღვის უკრაინელების გმირობას და ამან შეცვალა მიდგომა ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ჩემთან დასანანად ეს უნდა ვთქვა, რომ მათ რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინათ წლების წინ დღევანდელ სავალალო მდგომარეობაში ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობის საფრთხე არ ჩაორდებოდა. მაგრამ ნუ როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, ჩვენ არ გვაქვს უფლება მარცხის, იმიტომ რომ ეს ისტორიამ აგვიგზალა და ყაიმის უფლებაც არ გაქვთ. იცით, არას აქ ან თქვენ როგორც ბიძინა ივანიშვილი მამარცხებთ, როგორც ხალხის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ან ჩვენ გამარცხებთ. მაგრამ აქაც უნდა გავთვალოთ, ჩემო გიორგი და ვალდებულებები, პასუხისმგებლობა მე არ მაქვს კონკრეტულად 2-3 ადამიანთან, ან თუნდაც 300-თან, ან თუნდაც 300-თან. აი მოკლე ვადიანი პასუხისმგებლობა, გრძელვადიანი პასუხისმგებლობა მაქვს. ის რაც მოხდა ბელორუსში, ისეც არ მინდა მოხდეს, გესმით? როდესაც 200,000 ადამიანი გამოდიოდა მინსკში. ზღვა რაოდენობა ხალხისა და არა ერთხელ, და არა ორჯერ, და არა სამჯერ. მაგრამ ნახეთ, რაღაცა კომპონენტები აკლდა და როგორ გადატეხა ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ბელორუსი ხალხი და სადამდე მივიდა, რომ დღეს რუსეთი ბელორუსიიდან ბელორუსელების მეშვეობით უკრაინას ბომბავენ და ვერც ერთი ბელორუსელი ხმას ვეღარ იღებს ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ყველა აქტიური 1200 აქტიური საზოგადოების პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, NGO-ს წარმომადგენელი ყველა ციხეში ყავს კოლონიაში და რანჩენები გაიქცნენ და ხმის ამომღები აღარ არის. ამიტომ ჩვენ შევდივართ ისეთ ბრძოლაში, სადაც მართლაც აღარ იქნება ყაიმი. ან ვამარცხებთ და ვიმარჯვებთ და მათ შორის ევროპული მისწრაფებები ხორცს შეისხამს და პოლიტპატიმრები თავისთავად თავისუფლებიან, ან ვმარცხდებით, მაგრამ ვმარცხდებით 2-3 წლით არა, მრავალი წლით, მათ შორის შეიძლება 30 და 40 წლით. და კი ბატონო, ახლა ეწყინოს მირჩევნი ადამიანს, რომელიც არ მოდის და არ მეკითხება, კონკრეტულ კითხვას არ მისცემს და შორიდან არ იცის, ბუნებრივია, ბევრი რამ, ხო? ვიდრე 10 და 20 წლის შემდეგ ამ ადამიანმა უკვე სამართლიანად გამაკრიტიკოს. ისევ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა დაგისვა ჩაკითხვა. აი თქვენ ამბობთ, რომ პარტიის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მე და მიხეილ სააკაშვილს ერთნაირი ხედვა გვაქვსო, ხომ? კი ბატონო, რა თქმა უნდა. კი, დავასრულებ შეკითხვას თუ შესაძლებელია. იცით რა არის, აი ბოლო დროს პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატები გამოვიდნენ, თქვეს რომ მას აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა, მოისმენთ ალბათ ამ განცხადებას, ხომ? ხო, არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შეიძლება სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასგან ერთგვარად დისტანცირდეს და დააზარალებს თუ არა ეს პარტია სააკაშვილის დისტანცირება პარტიისგან. არ არის, ეხლა დაცვის ხარეს აქვს თავის სტრატეგია. ადვოკატები არიან ხალხი. ადვოკატები, მაშინ მთელი ეს პროცესი, რადგან ჩვენ კონტაქტობით თვეების განმავლობაში ვაწყვილებდით ერთმანეთს, ან მე, ან მიშა, ან მე მიშას. დაცვის სტრატეგია, ჩემთვისაც დიახაც, მიშო, ვიცი რა, რომ ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით უბრალოდ სამწუხაროდ. მაგრამ აქვს მე როგორც ადამიანს და პოლიტიკური ხმარასმეონება გეტყვით. მე არ მჯერა რომ ბიძინა ივანიშვილი დიდ სულოვნებას გამბოიჩენს და ბიძინა ივანიშვილის დიდ სულოვნების იმედი არ აქვს. ადამიანი, რომელიც იმას არ თაკილობს, რომ პირდაპირ დაადანაშაულოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი იმაში, რაც თუნდაც ერთი წლის წინ
ენით აღუწერელი იქნებოდა, ხო? და პირდაპირ კონფრონტაციაშია არის შესული და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა დიდწილად გვეიმედებოდა ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და არიან ჩართულები, მაგრამ ხედავთ ამავე დროს როგორ ექცევა ბიძინა ივანიშვილი მათ. და მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს მოხდება. ისი გადაყვანა, მაგრამ ამის იმედად მე არ მინდა ყოფნა როგორც პოლიტიკოს, როგორც მებრძოლს, არ მინდა და არც ჩემს მეგობრებს. ადვოკატებს აქვს თავიანთი საქმე და ისინი თავიანთ საქმეს უკეთ აკეთებენ. იმიტომ რომ იქ არიან პროფესიონალები. მაგრამ რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ერთი ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნაწილია მიხეილ სააკაშვილი. ოღონდ არიან ადამიანები, სოციალური სულ სხვა სამყაროა. ვიდრე რეალობა, ხო? რას არ ვეთანხმები, ხო პირდაპირ გეტყვით, ასევე. კარგით, აი რას არ ეთანხმებით. არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში თუნდაც მე, თუნდაც ხლები ყველანი მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვართ ნულები. ნუ, ეს არის დიდი ტყუილი. დიახ. რომელსაც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმება. ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნაწილია მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ხო, სხვა განუყოფელი დამფუძნებელია, ხო? და არა ისო ნულები ვართ, ხო? ეს ამას ხედავთ ჩვენ ქართულ ოცნებაში. პირდაპირ გეუბნებით, მე ვერ ხედავ ვერც ერთ წევრს აქტიურს ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც ნულია. პირიქით, სხვადასხვანაირები ვარ და ჩვენი სიძლიერიც ამაშია. ამაშია და მე ახლა კამპანიურად, როდესაც შრომობ მეგობრებთან ერთად და ვმუშაობ, რისთვის ვმუშაობ? საარჩევნო კამპანიას ვატარებ? არა, საარჩევნო კამპანიას არ ვატარებ. დემონსტრაციებისთვის ვემზადები. პირველ რიგში პარტია ყველა სცენარისთვის უნდა იყოს მზად, რა სცენარს უნდა გავითარდეს. იქნება რიგარეში არჩევნები, უნდა იყოს მზად. იქნება დემონსტრაციები, უნდა იყოს მზად. ხვალდაზე მე უნდა ვიცოდე, როდესაც გთხოვთ, რომ დილამდე დავჩეთ, 600-ნი კი არ დავჩეთ, დავჩეთ 30,000-ნი. და დავჭერთ მინიმუმ 20,000-ნი. იქნება რიგითი არჩევნებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩვენს მეგობრებთან არის საუბარი, კი ბატონო, როდესაც მთხოვთ ეუთოს დამკვირვებელს მაგალითისთვის, რომელიღაცა თბილისის საარჩევნო უბანზე, ხო? სანამ ეუთოს დამკვირვებელს მომთხოვთ, მოდით სანდო კომისიის წევრი ვიპოვოთ იქ. და რატომ ვიდო, რაც არ უნდა მოხდეს, გიორგი, ქვეყანაში. ამ ქალაქში ქრემეხები უსხვიათ. ლეგიტიმური ხელისუფლება დაუმხია უჩისტებს, ხო? და არჩევნებამდე მივიდა იქაც კი პროცესი. არჩევნებს ვერ ავწევით. არჩევნები იქნება. პოლიტიკური პარტია თუ ხარ და შენ ამაზე გაპრეტენზია, ამისთვისაც მზად უნდა იყო. და როდესაც გვესაუბრებიან, ნახეთ, საუბრობთ და თანხდებით. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ 2000 ადამიანს შეხვდე შენ თბილისში და იმერეთშიც და სხვა რეგიონებში ახლა გადავა, ყველა რეგიონში მექნება შეხვედრა ჩვენს აქტიურებს, რომელზეც დგას ეს პარტია. განსხვავებული აზრი თუ ჩნდება და კონტრარგუმენტების მოსაზრებები, ბოლოს როგორ თანხდებით და რატო თანხდებით? ერთ-ერთი რა არის ჩემი მოსაზრება და ვამბობ. კი ბატონო, ეს ძალადობრივი რეჟიმი ყოველთვის პრობლემას შეგვიქმნის ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ცვლილებები, ჩვენ გვინდა არაძალადობრივი ცვლილებები, მაგრამ ხარისხობრივად, ორგანიზაციულად უნდა ვაჯობოთ. როგორ ხდება რომ თბილისში არის 740 საარჩევნო უბანი თქო მაგალითისთვის და 300-ზე მეც იგებს ოპოზიცია. ხო იგებს. იგებს, იქაც აყალბებენ, მაგრამ იქ უფრო ძლიერად ავართ მომზადებული, გესმით? ჩვენი ამოცანა არის რომ აქაც კი ვიყოთ მზად, ვიდრე ყოფილვართ. როგორ არის მაგალითად, როდესაც შენ იგებ წალენჯიხას, იგებ ზუგდიდს, იგებ რუსთავს, იგებ რამდენიმე ქალაქს, იქ არ ძალადობდნენ, გიორგი? იძალადებენ, ესენი ზნეს ვერ შეიცვლიან, იქ იძალადებდნენ, მაგრამ როგორ მოვიგეთ რუსთავი, როგორ მოვიგეთ ჩხოროწყუ, როგორ მოვიგეთ წალენჯიხა თბილისში 300-ზე მეტი უბანი, როგორ მოვიგეთ? იმიტომ რომ იქ უფრო მზად ვიყავით, გესმით? და ჩემი ამოცანაა რომ ვიყოთ უმრავლესობის და ამას წუწუნი არ უშველის და დღეს მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერა არ არის წუწუნი. მიხეილ სააკაშვილის ხარდაჭერა არის მუხჩაუხრელი შრომა და თუ კი აქცია იქნება ხვალ და მარტო რჩებოდი დილამდე უკვე უნდა მოახერხოს ნებისმიერმა ადამიანმა რომ 3 ადამიანი დარჩეს, 2 მისი მეგობარი აქცია იქნება, მარტო თუ მოდიოდა 2 მეგობარი უნდა გამოიყოლოს. არჩევნები იქნება, თუ კი 10 ხარდაჭერი ყავდა, უმას უნდა ყავდეს 15 და 20. თორე კი ბატონო, ის არ უნდა დაემსგავსოს, რომ სოციალური ნიშა დაიკავოს ამა თუ ადამიანმა, პოლიტიკოსმა, ხო? განსაკუთრებით მე არ გვუსახა ნაციონალური მოძრაობის პირველში. განსაკუთრებით, როდესაც ეს საერთოდ გასაკვირია, ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი არ ხარ და ამბობ უმეტეს რომ არც ხარდაჭერი და არც ამორჩეველი ვარ და ისე წარმოაჩენენ მედია საშუალებები, თითქოს უკეთ იციან ჩვენ რას ვაკეთებთ და ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ.
ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ. ხედვა გვაქვს ჩამოყალიბებული. გრძელვადიანი როგორც არა როგორ სექტემბრი პირდაპირ გეუბნებით ეხლა რომ გამოვიდეს დღეს ბიძინა ივანიშვილი. არა ხვალ დღისი 12 საათზე რომ გამოვიდეს. და თქვა რომ იცით რა, აი კი ბატონო ფრთები შემიკვეცეს უცხოელება, ნუ ეს სულისკვეთება რო იყოს. და აგერ ბატონო ოქტომბერში არჩევნები. თუნდაც სულად პროპორციული. არ უნდა ვიყოთ პარტია ვართ, ხო? ზად უნდა იყოს. ზად უნდა ვიყო, არ უნდა თუ რა მერე იცით რა, აი ერთი ქალბატონია, რომელიც იგებს ყოველთვის არჩევნებს და მეორე ქალბატონია, რომელიც ყოველთვის აგებს არჩევნებს. არადა ერთი რაიონია, გესმით? ხო და ახლა ვხედავ, რომ აქ არის პრობლემა. და აი აქ უნდა ვიმუშაოთ. და შენ როდესაც ამორჩეველის ბევრი ყავს ამ უბანზე, პროტესტი როცა და დემონსტრაცია როცა არის ქუჩის, ამ უბნიდან მეტი ადამიანი მოყავს ამ ქალბატონს. ამ ქალბატონს, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს, ხმებსაც მეც იღებს, მაგრამ მერწმუნე. ყველაზე ცოტა ადამიანი მოყავს. ყველაზე მეტი მოყავს, არა, ამავე დროს, როცა აქცია, ხო? აი, კი, არ მოიპოვება მარტივად, გამარჯობა, ეხლა ავტოკრატიული სახელმწიფო არის, ავტოკრატიული ბევრი, თქვენი არის, თავარი არის, კავკასია, ფორმულა დაიკეტოს და კლასიკური ავტოკრატია და დაიხურება ყველანი ციხეში მართლა აღმოჩნდებით და ზოგს ქვეყნიდან გაქცევა, რაც ბელორუსიაში მოხდა. ამიტომ, როდესაც იქნება გენერალური შეტევა მიტანილი ბიძინა ივანიშვილის ამ უკანონო რეჟიმზე, ჩვენ ზალებში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. აი ეს პროცესი გასაგებია. ანუ რო შევაჯამოთ ჩვენი ეს საუბარი და მე რეკელი დეგნანთან დაკავშირებით მინდა კომენტარი გთხოვოთ. ანუ ნაციონალური მოძრაობა ახლა უნდა გათავისუფლდეს ორთოდოქსიული შლეიფისგან. ანუ რაც თქვენ თქვით, ასევე ძველი ბრძოლის მეთოდები არ ამართლებს, ხომ? არა მარტო ეს მითქვია. ხო, არა, ბევრი რამე თქვით, უბრალოდ აი ბევრი მიმართულებით არა, მოახეთ. და გენერალური შეტევა. არა, როდესაც აი მოდიან თქვენი ჟურნალისტები ცენტრალურ ოფისში და კონკრეტულ რეპორტერები და კონკრეტული პრობლემების საუბარზე გესაუბრებიან. როდესაც ჩვენი აქტიური პარტიის წევრები 2001-დან 2003 წლიდან ამ პარტიაში არიან და ერთგულები არიან. და ყოველ დღე როცა ვესაუბრებით, ერთ-ერთი პრობლემა არის იდენტიფიცირებული. რომ საზოგადოების ნაწილი ამ ქალაქში და არა მხოლოდ ამ ქალაქში მზად არის რომ ხარდაჭერა აღუქვას ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ რაღაცა ფობიები აქვს გაუცნობიერებელი. ამ მიმართულებით არ უნდა ვიმუშაო? რა თქმა უნდა, იმუშავ და ციტირება მოვახდინე. ხო და არა, გიორგი, ეს არის. ანუ სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ რეალობაზე თვალი დავხუჭო. გასაგებია. რეალობაზე თვალი დავხუჭო. და არ ვაპირებ დახუჭვას. და მე ვფიქრობ, რომ ახლა გუწველი საუბრიდან გამომდინარე, ხა მართლა თუ ხარდაჭერი ხარ ოპოზიციის, ნაციონალურ მოძრაობის რეალურად უცვლელობა გინდა. მე რომ რაღაცა მართლა მინდა გული და სულით გისურვოთ. და მინდა რომ უფრო წარმატებული ჟურნალისტი იყოთ, ხო? ახლა უფრო და უფრო, ხო? ნამდვილი გულშემატკივარი მოდის, ხდება და რაღაცას გეუბნება. და ასეთები არიან უამრავი. და როდესაც რაღაცა ნაწილი სხვანაირად იქცევა, გინდა თუ არა ეჭვიც გიჩნდება ადამიანს. გესმით? და გინდა რომ ეს ეჭვები გააკეთოს მინიმუმ. ეჭვი რაზე? არა, იმიტომ რომ ხა როდესაც შენ ადამიანი გეუბნება რომ მე შენი თანამოაზრე ვარ, თანაზიარი ვარ, რასაც აკეთებ ასე, მაგრამ ნუ რეალურად უბრალოდ ასე წარმოაჩენს თავს, მაგრამ შემხებლობა პარტიასთან, როგორც ასეთთან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, სადაც ვჟელობთ საზოგადოების იმ ჯგუფებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობისგანაც ხო შედგება ეს საზოგადოება რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეხლა 100-120,000 თუ იყო, რამდენი ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი და აქტიური ოჯახის წევრი იყო გამოსული. და ამ აქციებმაც მე 20-ში, 23-ში, 20-ში, როდის იყო მეორე 20-ში, 24-ში და 3 ივლისს რაში დამარწმუნა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი არ მიყოს ისევ სიტყვა არ ვამბობ, მაგრამ ოჯახის წევრი და პარტია ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ორი სხვადასხვა რამ არის. და ამორჩეველმა დაიწყო გამოსვლა აქციებზე და რატომ? იმიტომ რომ აქამდე ჩვენ ნეგატიური ნიშნით ვცდილობდით მობილიზაცია საზოგადოების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ანუ ჩვენ ვთავაზობდით საზოგადოებას გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ახლა რა ხდება? ახლა პოზიტიური ნიშნით ანუ პოზიტიური ნიშნით ხდება მობილიზაცია საზოგადოების და ეს ხდება ევროპული იდეის გარშემო. ანუ პოზიტიური ნიშნის გარშემო ერთიანდება საზოგადოება, რაც ძალიან განსხვავებული არის ვიდრე ნეგატიური ნიშანი, იმიტომ რომ ადრე ჩვენ ვიღაცის წინააღმდეგ
ვცდილობდით საზოგადოების სამართლიანად დარაზმას და ბევრს ეს არ მოწონდა. აი, ოღონდ ეს არა, ყველა -1 არის საზოგადოების რაღაც ნაწილი ეს არ მოწონდა, მაგრამ დღეს გაჩნდა თავარი ღირებულება, პოზიტიური და ამის გარშემო დაირაზმა და გამბოჩდა 20-ში 24-ში და იქ უკვე წამოვიდა შენივე პარტიის ამორჩეველთა ზღვა რაოდენობა, რომლებიც არ გამოდიოდნენ მანამდე ვიწრო პარტიულ ღონისძიებებზე. მათ შორის ჩემდა სამწუხაროდ არ გამოდიოდნენ როგორც აღმოჩნდა იქ სადაც ყველაზე მაგრად გვიჭირდა. როდესაც უკვე მართლა ძალიან მძიმედ იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ ეხა ამ ყველაფერს უნდა ჩავებღაუჭოთ და ჩვენი აქტიური მუშაობით, როდესაც პარტიული ღონისძიებებიც იქნება, უკვე უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო აქტივისტები კი არ ვიყავით ამ აქციებზე. არამედ ამორჩევლები, პირველი და მეორე შრით დაკომპლექტებული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს აი ძალიან მოკლედ რეკლამა გვიჭირდა ყელი დეგნანთან დაკავშირებით, რაც ვახერხეთ რეპორტაჟი, რომ თვალთვალი სუსი უთვალთვალებს ამერიკის არ არსებობს ამ ქვეყანაში განსხვავებული ადამიანი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მტრად არ აღიქონდეს და რომლის წინააღმდეგადაც არ მიმდინარეობდეს უკანონო თვალთვალი და მიყურადღება. არ არსებობს. განსაკუთრებით თუ ასეთი ადამიანის უნარი არის შემოიკრიბოს რაღაცა ჯგუფი მხარდაჭერებისა. არ არის ხალხო ავტოკრატია. ჩვენ იცით რა, თან თბილისში ვცხოვრობ, თან დროდადრო კაფეში გავდივართ, გამოდივართ რესტორანში, ეცე რა, ვატყობ რომ ზოგჯერ რაღაცა სპორადულად გვავიწყდება, რომ რა ხდება, რა ბასრი დამოკლეს מחვილი დავკიდა ჩვენ ამ კაცმა. ელჩის წინააღმდეგ უკანონო მიყურადების ფაქტები ვნახე და აღარ გამიკვირდა და დაწუნებული ვარ ყელი დეგნას, იმიტომ რომ მანამდეც არ გამიკვირდა და არის ნახეთ ყველაფერს ყველაზე ცუდ ამბავს ეჩვევა. გახსოვთ ნაციონალური მოძრაობის დროს 24 საათი მახსოვს საუბარი იყო რომ ტოტალურად გვისმენენ. იყო პრობლემები, როგორ არ იყო პრობლემები, მაგრამ 10-ჯერ მეც უსმენენ ტექნიკა აქვს შემოტანილი შესაბამისი. მოსასმენი წყლის ჭავლები აქვს შემოტანილი დასავლეთ. აბა ვერტფრენი ეყიდათ მაშინ სამაშველო ერთი. არა, მილიონებს ხარჯავენ მოსასმენ აპარატურებში და იმიტომ რომ ამაზე დგას ეს ხელისუფლება. ამიტომ კი ალყაშია უკვე მოქცეული ბიძინა ივანიშვილი. და ახლა გვჭირდება ალყაში ჩვენი პარტნიორებისა და ქართული ხალხის მიერ. ახლა გვჭირდება ამ ეს ალყა ვერ გაარღვიოს და თუ მზად არ ვიქნებით და თუ ერთგული ადამიანებით არ ვიდგებით ბრძოლის ავანგარდში, გაჭირდება, იმიტომ რომ კაპიტალიზირებს და წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება და თუ ბევრი მიზეზის გამო მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანა იხილოს დღის სინათლე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გარეშე, მაგრამ აი სპორტული ინტერესი მაქვს და ადამიანური ინტერესი მაქვს, არა მხოლოდ პოლიტიკური. როდესაც შეიძლება ხელისუფლება გავიგოთ ამ წლების და თვეების განმავლობაში ვითომ ოპოზიციურ წიაღში გულწრფელად ადამიანები რასაკეთებდნენ იმისათვის, რომ პრობლემები შეექმნათ დემოკრატიული მოძრაობისთვის. რამდენი ასეთი ადამიანი იქნება, ეხა რაც გიორგი ვაშაძეს პარტიის ერთ ჩარტში აღმოჩნდა. ესეც მოცემულობაა, ესეც. აბა ნახეთ, თქვენ ეხა ოთახიდან ოთახში რომ შედიხართ, ტელეფონს სასაუბროდ არ ტოვებთ გარეთ? ძვირფასო საზოგადოება, თვითონ მინისტრები აждდებიან ტელეფონზე და ტოვებენ გარეთ ქართული ოცნება, აღარ გვიკვირს. ისევე აღარ გვიკვირს. ეს საფრთხეა, ეს საშიშია. დიახაც, ამაზე გულწრფელად უნდა მე რაღაცა ჯგუფს თუ სხვა მოსაზრება აქვს საპატივცემლო. მე სანიშნავს რომ მე იმათ აზრზე უნდა გადავიდე, იმიტომ რომ მე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ რომ ჩემს აზრზე გადმოვიყვანო. ყველაფერს ეგუება გიორგი საზოგადოება სამწუხაროდ. სამოქალაქო ომი იყო 21 დეკემბერს 1991 წელს რომ დაიწყო და ამხობდნენ კანონიერ ხელისუფლებას და ნახევარი თბილისი თითქოს არ იმჩნევდა ამ ყველაფერს, ხო? და გვამებზე ეყარა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, მაგრამ ეგუებოდა ისევე როგორც შეეგუა ბევრი თბილისელი და არა თბილისელი და შუქი არ იყო, გაზი არ იყო, პენსია გაყინული იყო. ამას გამო ქუჩებს აღარავინ აღარ კეტავდა, იმიტომ რომ ბევრმა ქართველმა სამწუხაროდ ჩათვალა, რომ იცით რა, დაუასრულე, რომ ნუ ეთქობა რა ხა საქართველოში დავიბადე, ეს არის ჩემი ბედი, თუ დავიბადებოდი საფრანგეთში ეს პრობლემები არ მექნებოდა. მაგრამ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და ძალიან ბევრმა მათ შორის თბილისელმა და ყველა ქალაქის მცხოვრებმა დაინახა სწრაფ ვადაში უდიდესი კონტრასტი. და დღესაც გრძნობ, რომ ადამიანთა ჯგუფები ეგუებიან ამ რეალობას. კი ოლიგარქია, კი სასამართლო უსამართლოა, მაგრამ
ნუ რა ვქნათ რა და ამიტომ ჩვენ საჯარო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ყველაფერთან ერთად გამოვყოფთ მთავარ ამოცანას, რომ საზოგადოება იყოს მოტივირებული, მობილიზებული, არაფერი არ გვეშველება სულისკვეთებით, რო საუბრობს პოლიტიკოსი, ის არ არის ჩემთვის პოლიტიკოსი. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა, ნიკა მელია იყო ჩვენ